დღევანდელ მერვედფინალურ შეხვედრაში ყავს ერთი დებიუტანტი გუნდი და ერთი გუნდი, რომელიც უკვე გასული სეზონიდან ვიცი. გასაგებია. ამ მოდი. აჰა, გასაგებია. აწესი გავაკეთე. კი ბატონო, ეს თავდამსხმელი პირველია გია გურულის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება თბილისის დინამოს შემადგენლობაში მოიგო. მას ასე როგორც მოველოდით, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა. მოგესალმებით ყველას, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მეორე სეზონის მორიგ მერვედფინალურ შეხვედრას. დღევანდელ მერვედფინალურ შეხვედრაში ყავს ერთი დებიუტანტი გუნდი და ერთი გუნდი, რომელიც უკვე გასული სეზონიდან ვიცით. წარმოგიდგენთ მათ, ჯერ გასული სეზონის უკვე გამოცდილი გუნდი, 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაცია, აკაკი ხლაბუშტოვი და ლაშა ჩარლაძე. მოგესალმებით, ბიჭებო, როგორ ხართ? ჩვენც მოგესალმებით. გვიხარია დაბრუნება. ძალიან კარგი, ჩვენს გვიხარია, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად თავაში. როგორ მიდის თქვენსკენ ამბები? კარგად. აი, ვემზადებოდით, მოკლედ როდის დაიწყებოდა ერთი სული ქონდა და გაიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. თქვენ სფეროში პარალელურად ჩვენ შიდა ჩემპიონატსაც ორგანიზებდა დაიწყება აპრილის დასაწყისში. ძალიან საინტერესო იქნება, ბევრი სიახლეები გვაქვს და ვფიქრობ, რომ განვითარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავიდა. გადასარევი, მშვენიერი. რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა. ჩვენს სეზონშიც და თქვენ სეზონშიც. წარმატებები ამ გადაცემას. მადლობა, დიდი მადლობა. გაიხარეთ და თქვენი მოწინააღმდეგე გუნდი, დებიუტანტი გუნდი, საგარეჯოს გარეჯი, გოჩა ბარიხაშვილი და გიორგი ტაბატაძე. მოგესალმებით, ბიჭებო, როგორ ხართ? კარგად. თქვენს კი რა ხდება? როგორ მიდი? გილოცავთ პირველ რიგში. მადლობა. ახალგაზრდების ლიგაში თამაშს და გილოცავთ ასევე ჩვენ სეზონში მოხვედრას. ვეცდებით, რომ წარმატებული დებიუტი გამოგვივიდეს როგორც უმაღლეს ლიგაში, ისე ფანების ლიგაში. თქვენს წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გამარჯვებული წყვილი ივნისში გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს ნაკრების საქომაგოდ გავაგზავნით და ხელი სპას არ მქომაგები. მოკლედ მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ პირველი ტური გახლავთ უცხოური ტური. სადაც იქნება შეკითხვები უცხოურ ფეხბურთელებზე, კლუბებზე, მწვრთნელებზე, ასე შემდეგ. თქვენ გაქვთ წინ ღილაკები, კითხვები არის დასწრებაზე, თუ ერთი გუნდი დააჭერს და არასდროს უპასუხოს, მეორე გუნდს შეუძლია ბოლომდე მოისმინოს შეკითხვა. მას ასე მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ უცხოური ტურის პირველი შეკითხვა. ეს ტანმორჩილი ფორვარდი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ თავდამსხმელად ითვლება. კარიერის საუკეთესო წლები ლივერპულში გაატარა. სადაც დაასწრო 7-7-ზე გუნდმა მაიკლ ოუენი. მაიკლ ოუენიც ტანმორჩილია, რომელიც ლივერპულში თამაშობდა, მაგრამ ამ კითხვის პასუხი მაიკლ ოუენი არ არის. თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე მოусმინოთ და მერე გასცეთ პასუხი. ლივერპულში გაატარა, სადაც ჩემპიონთა და უეფა-ს თასები მოიგო. თუმცა ორი მთავარი ინდივიდუალური ჯილდო, ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთი ჰამბურგის შემადგენლობაში მოიგო. თბილისელ გულშემატკივრებსაც ამ გერმანული ბატონო კევინ კიგანის სწორი პასუხია. ხო, აი ცოტა ისკარეთ, იმიტომ რომ მე სხვანაირი გაგზელება მოყვებოდა ამ შეკითხვას. ერთი გოლი გილოცავთ. გასაგებია თუ რა ოუენი. ამ მოდი. თქვენს ოუენს არ მოდით, მარსდა. აჰა, გასაგებია. აწესი გავაკეთე. კი ბატონო. პირველ კულას გილოცავთ დებიუტანტებს. პირველი კულა, მოკლედ იქაც ეროვნულ ჩემპიონატშიც პირველი კულა და ისტორიული კულა. ძალიან კარგი, წარმატებები, მოკლედ. მეორე შეკითხვა. ეს ბრაზილიელი თავდამსხმელი პირველი უცხოელია, რომელმაც გერმანიაში წლის მოთამაშის ტიტული მოიგო. 2003-2004 წლების სეზონში დაასწრო 7-7-ზე აილტონის სწორი პასუხია, დაგამძიმდეს. ახლა ძელი კითხვის წაკითხვა ბოლომდე და დათანაბრდა. ვერდერის თავდამსხმელი. კი ბატონო, კი, ვერდერის ლეგენდარული თავდამსხმელი. ერთ-ერთი ანგარიში და გავყვეთ შემდეგი შეკითხვა. ჩილელი ელიას ფიგეროას შემდეგ ეს ბრწყინვალე არგენტინელი მხოლოდ მეორეა
რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ მოიგო სამხრეთ ამერიკის წლის მოთამაშის ტიტული. 2003 და 2004 წლებში ის ბოკა ხუნიორსის მოთამაშე გახდა. 2005 წელს კი ბრაზილიის კორინთიანსის. ბუენოს-აირესში დაბადებულ ბილს ძალიან არ უმართლებდა ნაკრებში თამაშის დროს. ხო, იყოს კარლოს ტევესი. იყოს. ორი პასუხია კარლოს ტევესი. საკმაოდ საინტერესო დაძაბული თამაში იქნება ეს თამაში. ყველა თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა ამ სეზონში და ძალიან მიხარია ეს ამბავი. მაშასე გავაგრძელებთ მეოთხე შეკითხვა უცხოური ტურის. მისი სახელობისაა ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სტადიონი. ამ დიდებულმა გერმანელმა მწვრთნელმა ფეხბურთელობისას ყველა ტიტული მეზობელ შვეიცარიაში მოიგო. სადაც ოტმარ ჰიცფელდი. ოტმარ ჰიცფელდის სწორი პასუხია. სტადიონის სიმაღლე გადაწყდა შვეიცარიასთან კავშირში და შვეიცარიაში რო ეს ყველაზე მაღლა მდებარე სტადიონი ეგ მახსოვდა. ძალიან კარგი. 3-1 ანგარიში და ვაგრძელებთ უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ამ აფრიკულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი 1906 წელს ჩაატარა ბუენოს-აირესში და არგენტინას 1-0 მოუგო. ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო ამ ქვეყნის ნაკრები დიდი ხნის განმავლობაში დისკვალიფიცირებული იყო საერთაშორისო სარბიელიდან. 1996 წელს კი პირველად მოხვდა აფრიკის თასის ფინალურ ეტაპზე და ჩემპიონიც გახდა. 2002 წელს ეს გუნდი თბილისს ეწვია, მაგრამ საქართველოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას სწორი პასუხია და ანგარიში 4-1 ანგარიში უცხოური ტურის შემდეგ დაწინაურდა გარეჯი. მე შეგახსენებთ წინ ძალიან ბევრი შეკითხვა, მეგობრებო, მით უმეტეს ნელ-ნელა ორქულიანი შეკითხვები წამოვა უკვე ქართულ. შეგვიძლია რომ ძალიან ავკაჩოთ. ჯერ ძალიან ბევრი ამბავია წინ. ოჩახ ბიჭებს ოჩახ. კი, ნამდვილად ძალიან კარგი თამაშია და 4-1 ანგარიში და შემდეგი ტური გახლავთ ფოტო ტური. ფოტო ტურში გვაქვს 3 ფოტო. პირველი ფოტო იქნება, ასე ვთქვათ, რუბრიკა 3-4-ზე. ანუ იქნება ფეხბურთელი, არის დასწრებაზე, როგორც კი გამოჩნდება ფეხბურთელი, იცნობთ, შეგიძლიათ დააჭიროთ და მიპასუხოთ, რომ ვის პირველი დააჭერს, რა თქმა უნდა, იმის პასუხს მივიღეთ. მაშასე პირველი ფოტო 3-4-ზე. აბა, ბიჭო, როგორ მახსოვს? უგვეცნება. რა დააჭირა 7-7-ზე გუნდმა? გავს პორტოში თამაშობდა ბენი მაკარტი, მე მგონი. არ არის სწორი პასუხი, თქვენ გაქვთ რამოდენიმე წამი თუ საკმაოდ ისეთი ახალგაზრდობის ფოტოა, მე სხვანაირი გახდა. თუ ვიცი. არა, არც კაფო არა. ვიცი. აბა, აღარ ჩაიწვება, მითხარი ბაი. მაკელელე. მაკელელე არის, კი, მაკელელეა. აი, გვიანი ცალი. 4-1 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ეს შეკითხვა არის უკვე საერთაშორისო მატჩიდან. ეს არის ან ევროპის ჩემპიონატი, ან მსოფლიო ჩემპიონატი, ან ჩემპიონთა ლიგის მატჩი და კარგად დავაკვირდეთ. მაშასე მეორე ფოტო. დაასწროისებ 7-7-ზე, რათა მინდა ვინ თამაშობს მარტო ეს უნდა მითხრა. ჰოლანდია, პორტუგალიის, ევროპის ის არის რა. კი ბატონო, კი ბატონო, მეტი აღარ არის, საჭირო თავარია ნაკრებები. თან ნიდერლანდები, პორტუგალია. 2004 წლის თამაშია. 2004. კი ბატონო, 2004 წლის თამაშია და 2-4 შეამცირეთ ერთი ბურთით რა იყო და ერთი ბურთი. და შემდეგ კითხვა არის უკვე ქართული თემატიკიდან, იქნება ფოტო ქართულ თემატიკაზე, საქართველოს კეთვით რომ საქართველოს ნაკრები ვის ეთამაშება ამ შეხვედრაში ისულა გამოვიზოთ, კითხვა არის უკვე ორქულიანი. მაშასე ფოტო თუ შეიძლება. ისევ 7-7-ზე. შვეიცარია. შვეიცარია სწორი პასუხია. მე ფოტოებში დაკაჩვა 7-7-ზე გუნდმა და ანგარიში გახდა 4-4. 4-4-ია ეს შანსები გაჩნდა. რა არის? შანსები გაჩნდა. შანსები გაჩნდა. ხო, სამწუხაროდ იმ თამაში არ ყოდა შანსები 2-2 წავაგეთ. ის თამაში 2019 წელს. მაშასე როგორც მოველოდი საკმაოდ დაძაბული შეხვედრა 4-4 ანგარიში გადავდივართ ქართულ ტურზე. ქართულ ტურში ბიჭებო ყველა კითხვა არის ორქულიანი. კი ბატონო. მაშასე ვიწყებთ ქართულ ტურს, შეკითხვა ნომერი 1. ეს თავდამსხმელი პირველია გია გურულის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება თბილისის დინამოს შემადგენლობაში მოიპოვა. ეს 1986-87 წლების სეზონში მოხდა, როცა მან 26 გოლი გაიტანა. ის კიდევ იმითაა ცნობილი, რომ მოგვიანებით საუკეთესო ბომბარდირი გახდა რუსეთში, შემდეგ კი გიორგი დემეტრაძე. გიორგი დემეტრაძე სწორი პასუხია. რუსეთში, მერე უკრაინაში, კი ბატონო, სწორი პასუხია და
ანგარიში გახდა 6-4. მაგას უყურებია სიტყვის მეთქი და უკრაინა რო თქვა. ხო, უკრაინას ვამბობდი უკვე რუსეთის. ორი ქვეყნის ბომბარდირი უკრაინის და რუსეთის არის რა. კი, და რუსეთზე დააჭირეს, თორე შემდეგ უკვე სიტყვა უკრაინა უნდა. ხო, აი. 6-4 ანგარიში. შემდეგი შეკითხვა. 2017 წელს, როცა პირველად გაიმართა ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოება, ეს მეკარე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელეს. იგივე შედეგს მიაღწია მან 2018 წლის ცერემონიაზეც. მან ნაკრებში სულ 8ჯერ ითამაშა. სადებიუტო შეხვედრა კი 2012 წელს გამართა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის წინააღმდეგ. ის კიდევ იმითაა ცნობილი, როინ კვასხვაძე უნდა იყოს. როინ კვასხვაძე ახლა, კი ბატონო, ეს მეკარე იყო როინ კვასხვაძე, რომელმაც ესპანეთთან ითამაშა. აი მაგით სადებიუტო შეხვედრა, კი ბატონო, სწორი პასუხი და 8-4 ანგარიში. წინ კიდევ ბევრი შეკითხვა. სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუ მე შევიდა. ორი არ დაიმტრა, მე შევიდა და გოლი მაგას გაუტანა. ხო, კი ბატონო. გლორია სასწაული თამაში რო ქონდა, ეგ თამაში იყო. შემდეგი შეკითხვა. რომარა მეგობრები, ეს ლეგენდარული ფეხბურთელი ალბათ მეზღვაური გახდებოდა. სწორედ მეგობრებმა მოატყუეს და შორეული ნაოსნობიდან მშობლიურ ფოთში დააბრუნეს ფეხბურთის სათამაშო. დანარჩენი უკვე ისტორია. წელს მისი დაბადებიდან 110 წელი გავიდა. ბორის პაიჭაძე? ბორის პაიჭაძე სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, ბორის პაიჭაძეა სწორი პასუხი. 8-6 გახდა ანგარიში. ერთ კითხვაში მივახლოვდით, ისევ მეტოქეს. და შემდეგი შეკითხვა. ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიაში სულ 2 მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით ჯვაროსნები არასდროს დამარცხებულად. აქედან ერთი რამაზ სვანაძე ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ დროებით წვრთნიდა გუნდს. ხოლო ის, ვინც უნდა გამოიცნოთ, ოფიციალურად იყო მთავარი მწვრთნელი. თავის დროზე ის თბილისის დინამოს თავდამსხმელი გახდა. გივინოდია, სწორი პასუხია, კი ბატონო. გივინოდია, სწორი პასუხია და 10-6 ანგარიში. და ქართული ტურის ბოლო შეკითხვაზე გადავდივართ. 2010-2011 წლების ევროპა ლიგაზე ამ ქართულმა კლუბმა 2 ეტაპი დაძლია. ოღონდ ისე რომ გოლი 6-დან მხოლოდ 2 თამაშში გაიტანა. იმ პერიოდში ეს კლუბი ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატში. თუმცა რამდენიმე წელიწადია, რაც მისი დიდება წარსულს ჩაბარდა. საჩხერის ჩიხურა მგონია. არ არის სწორი პასუხი, ასე თქვენ ბოლომდე შეგიძლიათ მოისმინოთ. მოვისმენთ ბოლომდე და წარსულს ჩაბარდა. ეს გუნდი საქართველოს ორგზის ჩემპიონი და სუპერთასსაც 2ჯერ ფლობდა. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ნიკა გელაშვილი გახლავთ, რომელმაც ეროვნულ ლიგაში ამ გუნდის საიუბილეო ზესტაფონი. კი ბატონო, სწორი პასუხია ზესტაფონი. მე მგონი ისედაც ზესტაფონი. მაგას ვამბობდით, მაგრამ ახლა ის გაგემყარებინათ. კი ბატონო. ვერსია ჯობდა. 10-8 არის ანგარიში. ასე დამთავრდა ეს სამი ტური და გადავდივართ შემდეგ ტურზე ქალაქობანაზე, რომელიც ახალი არის ჩვენ თამაში. ქალაქობანა ყველამ კარგად ვიცით, ყველას კარგად გვითამაშია. ახლა ეკრანზე ამოვა ერთ-ერთი 100, თქვენ გაქვთ 5 კატეგორია და უნდა ჩაწეროთ ქვეყანა, იმ 100-ზე დაწყებული ქვეყანა, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ანუ ამ 100-ზე გვარი უნდა იწყებოდეს, ბატონო. თითო ის უნდა შევავსოთ, ხო? კი, პირველ ხაზზე, ანუ რაღაცა 100 ამოვიდა, 100 ამოვიდა და პირველ ხაზში ვწერთ ამ 5-ვე კატეგორიას, მოკლედ. აბა. და ვინც მალე ხო, სტოპს დავიძახებთ და მე უკვე დავიწყებთ ვაჩვენებთ კამერებს აუცილებლად, იმიტომ რომ იყო აქ გარკვეული გუნდების მიერ ცოტა ის რა ქვია აფერისტო მიხდელობები. ვაჩვენებთ კამერას და ანუ ფეხბურთელი მოქმედი ძველი ნებისმიერი არა აქვს მნიშვნელობა. როგორც ვიცი, ნახე შეიძლება ერქვას რაღაცა, მაგა იყოს ბრაზილიელი და ერქვას რაღაც ედსონ არანდეს დონ პუზე. ელე ჩაითვლება და არა ისა ედსონ არანდეს დუ ნასიმენტო. ანუ ხოხები როგორც ვიცნობთ ისე? კი ბატონო. არ ვიკლაოზნიკებთ. კარგი, მოკლედ, მაშასე თუ შეიძლება პირველი 100, რა 100 ამოვა, ნახოთ. ასობგერა შ. მაშასე დავიწყეთ. შ-ზე ქვეყანა, ნუ ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მე ვიციქციგებ დროის პოჩი. სტოპ. მორჩით ხო? დაასრულეთ თუ შეიძლება დავდოთ მარკერები. თქვენ 5-ვე შეავსეთ, ბიჭებს 3 აქვს ხოლო შევსებული, 10-8 არის ანგარიში, გავითვალისწინოთ და ვაჩვენოთ თუ შეიძლება კამერებს. კამერებს კარგად რომ გამოჩნდეს. კალიგრაფია, მაგრამ არა უშავს.
კი ბატონო, დავიწყოთ. მაშასე ქვეყანა იგივე ნაკრები 700-ზე. შვეიცარია. შვედეთი. შვეიცარია, შვედეთი. 2-2 ფულა შესაბამისად 12-ით 10-ია ანგარიში. კლუბი. არ გვიწერია. შევარდნი. კლუბი შევარდენი, რა თქმა უნდა, სწორი პასუხია. 13-ით 12, ანუ 3 ქულა იმ შემთხვევაში თუ მეტოქეს არ აქვს პასუხი. 13-ით 12 წინ გაიჭრა 7-7-ზე. უცხოელი ფეხბურთელი. შირელი. ბატონო? შუკერი შირელი. 2-2 ქულა 15-ით 14 ანგარიში ქართველი ფეხბურთელი. შაშიაშვილი, შენგელია 2-2 ქულა 17-ით 16 ანგარიში და მწვრთნელი. ივო შუშაკი. შუშაკი, კი ბატონო, შუშაკი ვეღარ გაიხსენეთ თქვენ? შუშაკი ბევრი შენკელი რა ვიცი. ხო, კი ბატონო, ბევრი. და 20-ით 16 გახდა ანგარიში 4 ქულით აგერ უკვე დაწინაურდა 7-7-ზე გუნდი, მაგრამ წინ კიდევ ორი ეტაპია ქალაქობანასი, მეგობრებო, ასე რომ როგორც აბა ყურადღება. ხო ხედავთ, როგორც ისინი დაგეწვია, შეიძლება ახლა უკვე თქვენ გადაწონოთ, მოკლედ. მაშასე, შემდეგ რაუნდში, ანუ 20-ით 16, ხო? შემდეგ რაუნდში ისევ ამოვა 100 და ამ შემთხვევაში პირდაპირ აღარ წერთ, მე ვკითხულობ კითხვებს და იმ კითხვების მიხედვით წერთ პასუხებს. იმ 100-ზე, ანუ ყველა პასუხი იწყება ერთი და იგივე 100-ზე. თუ შეიძლება მოვიდეს ავატრიალოთ და ნახოთ რა 100-ზე მოგვიწევს. 100 ბგერა Z. მაშასე, ყველა პასუხი იწყება Z 100-ზე. პირველი შეკითხვა ქვეყანა ამ ნაკრებმა აფრიკის თასი ერთადერთხელ 2012 წელს მოიგო. ამ ნაკრებმა აფრიკის თასი ერთადერთხელ 2012 წელს მოიგო. არა, ვაგრძელებ, ბოლომდე ვაგრძელებ. კლუბი ამ უკრაინულ კლუბს თავის ქვეყნის ჩემპიონატი არასდროს მოუგია, მაგრამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კი გახდა 1972 წელს. ამ უკრაინულ კლუბს თავის ქვეყნის ჩემპიონატი არასდროს მოუგია, მაგრამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა 1972 წელს. უცხოელი ფეხბურთელი. ეს ბრაზილიელი თავისი ნაკრების ვარსკვლავი იყო 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ სამწუხაროდ უმედლოდ დარჩა. ქართველი ფეხბურთელი. შარშან მარტში ლუქსემბურგის ნაკრებთან დუბლი სწორედ მან შეასრულა. და მწვრთნელი. ეს უცხოელი მწვრთნელი თბილისის დინამოს 80-იან წლებში წვრთნიდა. მაშასე დავასრულეთ, დავდოთ თუ შეიძლება მარკერები და ვაჩვენოთ პასუხები. აქეთ 5 პასუხია, აქეთ იქით კამერას აჩვენეთ თუ შეიძლება. აქეთ 4 პასუხია. აბა ვნახოთ ახლა როგორ 20-ით 16 ანგარიში და მივყვებით. ნაკრები, რომელმაც აფრიკის თასი ერთადერთხელ 2012 წელს მოიგო. ზამბია, სწორი პასუხია, თითო ქულა 21-ით 17 ანგარიში. უკრაინული კლუბი, რომელსაც თავის ქვეყნის ჩემპიონატი არ მოუგია, მაგრამ SSRK-ის ჩემპიონატი იყო. ჩემპიონი იყო. ზარია. 22-ით 18 ანგარიში. ბრაზილიელი ვარსკვლავი. სიკო გვიწევს. ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ლუქსემბურგს 2 გაუგო. გუდუ, კი ბატონო, სწორი პასუხია და 24-ით 20 და უცხოელი მწვრთნელი, რომელიც დინამოს 80-იან წლებში წვრთნიდა. თქვენ ვერ გაიხსენეთ? ერმან ზონინი სწორი პასუხია. და ანგარიში გახდა 24-ით 23. ვა, სუპერ დაძაბული ამბავი გვაქვს ბოლო კითხვების წინ. ეხლა რა ხდება? ახლაც არის ქალაქობანა, ოღონდ ახლა უკვე თქვენ არ იცით რა 100 ამოვა. უბრალოდ ყველა პასუხი ისევ ერთი და იგივე 100-ზე იწყება. მე ვსვავ კითხვებს. ამ ნაკრებმა ბოლო 2 მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა და ბრინჯაოსიც. ამ ნაკრებმა ბოლო 2 მსოფლიოზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა და ბრინჯაოსიც. კლუბი ხოსე ბორდალასი ახლა სწორედ ამ ესპანურ კლუბს წვრთნის. უცხოელი ფეხბურთელი. 2004 წელს ევროპის ჩემპიონატის საბერძნეთმა სწორედ ამ ფეხბურთელის გოლით მოიგო. 2004 წელს ევროპა საბერძნეთმა სწორედ ამ ფეხბურთელის გოლით მოიგო. ქართველი ფეხბურთელი. ამ ქართველმა მცველმა ნაკრებში 40-მდე მატჩი ითამაშა, მაგრამ ტრავმების გამო კარიერა ნაადრევად შარშან კოპენჰაგენში დაასრულა. ქართველი მცველი, რომელსაც ნაკრებში 40-მდე მატჩი ითამაშა, მაგრამ კარიერა ნაადრევად შარშან კოპენჰაგენში დაასრულა. და მწვრთნელი. ვილისანიორს ნაკრებში სწორედ ეს ქართველი ეხმარება. მაშასე დავასრულეთ, ვაჩვენოთ თუ შეიძლება თქვენი დაფიქსირდეს. 24-ით 23 ანგარიში და მივყვებით. აბა ვნახოთ. ნაკრები, რომელიც ბოლო 2 მსოფლიოზე ვერცხლის და ბრინჯაოს აიღო, ხორვატია გვიწევს. სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, 25-ით 24 ანგარიში. კლუბი, რომელსაც ხოსე ბორდალასი, ესპანური კლუბი, რომელსაც ხოსე ბორდალასი.
ხეტაფე. სწორი პასუხია 26-25. უცხოელი ფეხბურთელი, ვისი გოლის მოიგო? ხარისტიას. სწორი პასუხი 27-26, ხო, თუ არ ვწდები. 27-26. ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმების გამო დაასრულა. ხოჭოლავა 28-27 და სანიოლის ვინც ეხმარება? ხიზანა. 29-28, ერთი ქულით ბოლო ტურმა დატოვა იგივე სხვაობა, რაც აქამდე იყო და ერთი ქულის სხვაობით 29-28 გამარჯვება მოიპოვა 7-7-ს გუნდმა და მე არ მეგონა თუ მოვიგე. უღრმესი პატივისცემა, უდიდესი პატივისცემა საგარეჯოს გარეჯის გუნდს აპლოდისმენტები შევგან, რომელმაც დიდებულად ითამაშა და სულ რაღაც ერთი რაუნდის აი პირველი ქალაქობენას გამო 700-ზე რომ ვერ გაიხსენეს ორი პასუხი, სწორედ მაგის გამო. ხო, სწრაფად რომ ვერ გაიხსენეს, სწორედ მაგის გამო დამარცხდა. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, გადასარევი თამაშისთვის, მართლა ძალიან მაგარი თამაში იყო. რა თქმა უნდა, გილოცავთ, ასევე ძალიან დიდი მადლობა და პატივისცემა თქვენს გუნდს, რომელმაც გამოგლიჯეთ მოგება ასეთ წინასწრის სეზონს ცოტა მოსკენით გავაუმჯობესეთ ცოტა. ხო, წინაზე პირველი გავარდით. მართლა, ძალიან კარგი. მოკლედ გილოცავთ რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლას. თქვენ კი წარმატებას გისურვებთ, მე იმედი მაქვს, მადლობა ბიჭებო, აუცილებლად თქვენი ხილვის საშუალება შემდეგ სეზონშიც. მე კი დაგემშვიდობებით, ზვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტის წარდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი ამ წლევანდელი სეზონის გამარჯვებული კი გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. კარგად მზადდებოდეთ, შევხვდებით ძალიან მალე.